საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 11 მაისს 13 საათზე თბილისში ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო სოციალურ ქსელში ავრცელებს. კრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ტექნიკური დეტალები ცნობილი გახდება მოგვიანებით, აღნიშნულია ინფორმაციაში. გაფართოებულ კრებას დაახლოებით 200,000 დელეგატი დაესწრება. საკითხი რის მერე რა უნდა შესრულდეს პროცედურულად, ისე რომ ყველაფერი იყოს ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული, ეს საჭიროებდა თათბირს და დღეს სწორედ ამას მიეძღვნა ეპისკოპოსების შეხვედრა. კენჭისყრა 3 კანდიდატ შორის ხდება, თუ რომელიმე კანდიდატი 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს, ანუ ამ შემთხვევაში 20 ხმას მიიღებს, მეორე ტური აღარ გაიმართება. ეს იყო მთავარი მათი სულისკვეთება, ასე რომ დანარჩენი მცდელობები, რომ რაღაცა დაპირისპირება ერთმანეთში წარმოაჩინონ, ეპისკოპოსებს შორის დაპირისპირება არარეალური არის.